მე ვარ კახალა ცუზბაია და ვარ სოხუმელი. პროფესიით ვარ კარდიოქირურგი. ახლობით მინიმუმ 2-3 საათის განმავლობაში შენ გიჭირავს ადამიანის გული. ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ყველა ფერზე, დავანებოთ თავი ანატომიას. გული ადამიანს თუ არ აქვს, ის ადამიანი არ არის. უნდა იყო ჩართული თავიდან ბოლომდე იმ საქმეში, რასაც აკეთებ და ეს საქმე წარმატებულად აუცილებლად დამთავრდება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ იხსნება ახალი განყოფილება, კარდიოქირურგიული განყოფილება ჩაფიძის კლინიკის ბაზაზე. ჩვენი გერმანელი კოლეგების დახმარებით ის მიმართულება, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოში განვითარებული საერთოდ არ იყო. ძირითადი ნაკადი ამ პაციენტების მიდიოდა ან ერევანში, სომხეთში, ან სხვა ქვეყნებში და ქალაქებში. ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორც არის გულის იშემიური დაავადება, სარქლოვანი პათოლოგიები და ამის სერვისი, ესე ვთქვათ, საქართველოში იმ პერიოდისთვის არ იყო და ეს პირველი ნაბიჯი, პირველი მერცხალი, ესე ვთქვათ, ამ სერვისში იყო ზუსტად ეს განყოფილება. 2001 წელს ჩატარდა პირველი ოპერაცია ჩვენ კლინიკაში და ამ განყოფილებაში და აი უკვე 15 წელი შესრულდა იმის მერე, ესე ვთქვათ, გარკვეული იუბილეც იყო, ჩატარდა მე-5000 ოპერაცია ჩვენ კლინიკაში, წარმატებული გულის ოპერაცია, რაც ჩვენ ვთვლით, რომ საკმაოდ დიდი და წარმატებული შედეგია, ესე ვთქვათ, ამ დარგის განვითარებაში და ამ დარგში ჩვენ ქვეყანაში. უკვე მესამე წელია ჩვენ კლინიკაში ტარდება ესეთი ტიპის ოპერაციები, როგორიც არის მინიინვაზიური ქირურგია. განსხვავება ამ სტანდარტულ მიდგომებს შორის არის ის, რომ განაკვეთი არის ძალიან პატარა, დაახლოებით 5-6 სანტიმეტრი და ეს არ არის შუა განაკვეთი, ნაკლებად ტრავმულია, მოკლედ რომ და უფრო გასაგებად რომ აუხსნათ. ჩვენთან ეს უკვე რუტინული ოპერაციებია ჩვენ კლინიკაში. მე მქონდა იმის საშუალება, მე მუშავა ესეთ მეტრთან, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ მოწინავე კარდიოქირურგთან ევროპაში, როგორც არის მატია გლაუბერი, რომელსაც მე ვთვლი მეორე მასწავლებლად კარდიოქირურგიაში, პირველი ეს არის ბატონი ზვიად ბახუტაშვილი. რაც შეეხება გლაუბერს და იმ კლინიკას, სადაც მე ვმუშაობდი, ეს იყო ტოსკანას რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკა. სადაც იყო ხელმძღვანელად იყო ზუსტად მატია გლაუბერი. რეზიდენტურაში სწავლების პროცესში გამოჩნდა საშუალება წავსულიყავი 1 წლით მასტერ კურსზე, რომელიც სტარდებოდა იტალიაში. ჩავედი, ეს პატარა ქალაქია, ესეთი ქალაქი მასა. ჩემი ცოდნა იტალიური იყო მარტო ჩაო და ადრიანო ჩელენტანო. ესე უხეშად რომ ვთქვათ, მეტი არაფერი. და აი მანდ მივხვდი, რომ ჩემი ინგლისურით მან შორს ვერ წავალ. ისი მეორე რაღაცა მივხვდი, რომ ეს ის ენაა, რომელსაც მე აუცილებლად ვისწავლი დიდი სიამოვნებით და ადვილად. რაც სინამდვილეში მოხდა. და როგორც ხდება ხოლმე, როდესაც რჩები 1 წელი, შემდეგ კიდე 1 წელი, იქ უფრო მეტი რაღაცის დანახვა გინდა და შეგიძლია. შესაბამისად შენშიც გარკვეულ მონდომებას და გარკვეულ ალბათ პროფესიონალიზმსაც ხედავენ, ეს შეთავაზებები, ესე ვთქვათ, გადაიზარდა. შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა დოქტორანტურის კურსებზე, რომელიც იყო სანტანას საერთაშორისო სკოლა, ესეთი ქალაქ პიზაში. პერიოდულად ჩამოვდიოდი საქართველოში, რასაკვირველია და ამ ერთ-ერთი ჩამოსვლის პერიოდში გავიცანი ჩემი მეუღლე დარიჯან გიგიბერია, რომელიც იყო იმ პერიოდში სტუდენტი სამედიცინო უნივერსიტეტის და გადიოდა პრაქტიკებს კარდიოლოგიაში ჩაფიძის კლინიკაში. გავიდა დაახლოებით 2 წელი ამ პირველი გაცნობის შემდეგ და ცოტა დიდი ხნით მომიწია ჩამოსვლა საქართველოში. სრულიად შემთხვევით ისევ, ესე ვთქვათ, მოხდა ჩვენი შეხვედრა. აი მაგ დროს უკვე გადავწყვიტე, რომ მეორედ უკვე ამ გოგოს ნამდვილად არ დავკარგავ. ავიდა, ჩამოვიდა ქორწილი იყო. ანუ მივხვდი ამისა ძალიან ისეთი, ანუ დარწმუნებული ვიყავი ჩემს სწორ არჩევანში და რა თქმა უნდა, გამიმართლა.
იტალიაში მყავდა ჯუკა, ამასაც აქვს გავლილი ერთწლიანი მასტერ კურსი უკვე ოღონდ კარდიოლოგიაში. 4-5 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი და იქაური კანონმდებლობით გამოსხივება კლინიკაში მუშაობა მაინც არ იყო სასურველი და შემოთავაზეს შემდეგ წელს ამ კურსის გაგრძელება. ორსულობის ბოლო თვეებში თბილისში ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი პირობები ჰქონდა, სრული, ბავშვის გაჩენის მხრივ, ძალიან კომფორტულია იქ ევროპაში, როგორც მოგეხსენებათ ეს ყოველივე. ახლა გადაწყვეტა, რომ მაინც საქართველოში, ესე ვთქვათ, ნათესავები, ახლობლები, ნაცნობი ექიმები აქ ჯობდა ბავშვის გაჩენა. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ წავედი იტალიაში. და სასაცილოების მოყოლა, მაგრამ კვლავ მეორეზე დავრჩით ფეხმძიმედ და უკვე მერე წამოვედი. ლუკა რო გაჩენდა, სხვანაირად არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ორი ბავშვით ძალიან რთული იქნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, ძალიან ბევრი ახლობელი, მაინც აქ სხვა დახმარება უნდა, როცა ორი ბავშვი ყავს, ეს თქოს ახალგაზრდა ოჯახი. ძალიან გაუგონდა, ესე თქოს, კახას უფროსის მთელი კლინიკაც, რომ რატომ მიდიხარ, ესეთი კარგი პირობები აქვს, ესეთი პერსპექტივები გაქვს ზოგადად, მაგრამ მაინც გადაწყვეტეთ, რომ დაბრუნებულიყო. ეს არის ჩემი ოჯახის კიდე ერთი წევრი. ჩვენი მილა კანე კორსო. გარკვეულწილად იტალია დამზდევს 5 წელია რაც ჩამოვედი და 1.5 წელია რაც გამოჩნდა გვაჩუქეს ეს ძაღლი. საკმაოდ ისეთი ცელქია, მაგრამ ჯერ პატარაა. ვასწავლით ნელ-ნელა. ყავს ორი ბიჭი. 7 და 5 წლის. 6 თვის წინ გოგო მოვიყვანეთ ჩვენი მილას ძაღლის სახით. და ახლა მეოთხეს ველოდებით ივლისის შუა რიცხვებში. შვილს. ამჯერა. ჯერ არ ვიცით, იმედია გოგო იქნება. Guguzza Bella, she's my pizza pie with lots of mozzarella. With Guguzza, I wanna be. 'Cause Guguzza is so crazy over me. Guguzza grows in Italy, they love it on the farm. It's something like zucchini flavored with Italian charm. რაც შეეხება ამ ქართველობას ვკარგავთ ევროპაში რომ მივდივართ, ამაშიც ალბათ ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ვიმეორებ ისევ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ცხოვრობდი იმ ევროპის ქვეყანაში. და საკმაოდ ბევრი ახლობელი მეგობარი ზოგი უკვე ნათესავი, ესე ვთქვათ, იქიდან მყავს, ნათლია ერთ-ერთი ჩემი ბიჭის არის იქაური ანესთეზიოლოგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხალხს ტრადიციები რო აქვს, არაფრით არ ჩამორჩება ჩვენ ტრადიციებს. იქ არავინ არ გაძალებს შენ, რომ შენ იტალიური ტრადიციებით, ან გერმანული ტრადიციებით, ან ფრანგული ტრადიციებით იცხოვრე შენი ტრადიციებით, უბრალოდ ერთმანეს პატივი უნდა სცენამდვილად და ერთადერთი უმთავრესი ღირებულება ჩემი აზრით აი ევროპული ოჯახის და ევროპული გზის არის ერთმანეთის პატივისცემა. სოხუმი მახსოვს, იმიტომ რომ მიმეორებ არც ისე პატარა ასაკისა ვარ, სწავლობდი სკოლაში სოხუმში, მეორე საშუალო სკოლაში. ურთიერთობა გვაქვს ჩემ თანაკლასელებთან. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ კონდეს ეს ურთიერთობა. ძალიან კარგად და ძალიან თბილად მახსოვს სოხუმი და აფხაზეთი, იმიტომ რომ ბავშვობიდან დაწყებული. ეს არის ის მხარე, რომელიც ჩემ ასოციაციებში არის სიკეთის, მზის, ზღვის, კარგი ურთიერთობის მხარე. ომის პერიოდი ვის არ ახსოვს? ჩემი ასაკის და ჩემი მშობლების თაობა, ესე ვთქვათ. ყველასთვის იყო მტკივნეული, განსაკუთრებით მტკივნეული იყო ესეთი ოჯახებისთვის, როგორც არის ჩემი ოჯახი, ეს შერეული ოჯახია და ჩემი აფხაზია, ჩემი ქართველი და ესეთ ოჯახებში ესეთი მოვლენა როგორც იყო აფხაზეთის ომი, ყოველთვის ყველაზე მტკივნეულია, ყველაზე ტრაგიკულია შეიძლება ითქვას. მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ და ისევ ვიქნები სოხუმში. ჩემ შვილებს, ჩემ ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ვართ აფხაზეთიდან
და ჩვენი სახლი, ჩვენი კარი, ჩვენი ყველაფერი არის იქ. არის მოსაზრებები, რომ ეს დაკარგულია და არა, მაგას მე ნამდვილად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დაკარგული არ შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც შენ დაიბადე, ის ადგილი, სადაც არიან შენი ნათესავები, შენი სისხლი და ხორცი. თუ არ დავკარგეთ გულებში, აფხაზეთი არასდროს არ იქნება დაკარგული. Pops, and it's a